ერთ-ერთი სტრატეგია არის იყო ნომერი მეორე. Кейსი გამახსენდა საირმე მინერალური წყალი, ესე ძალიან საინტერესო кейსი იყო. ლოგო რაც არის საირმეს დღევანდელი. კი, ჩვენი გაკეთებულია და თვითონ ყველაზე მთავარი რა იყო, რა გამოწვევა იყო, ხო, საირმეზე, რომ ეს იყო მინერალური წყალი, რომელიც საერთოდ მივიწყებული იყო, ფაქტობრივად აღარ არსებობდა ლიკანი ისა საირმე უნდა ყოფილიყო ნაბეღლავის კონკურენტი. ანუ ბორჯომი გავწიეთ გვერდზე, იმიტომ რომ მას კიდე სხვა გენეტიკური, ასე ვთქვათ, მეხსიერება და ცოტა სხვა და ძლიერი კომპანია შენ ხო უნდა შეხედო, შენ ომის სტრატეგიაა, სხვა კი არაფერი, ანუ ჩვენი სტრატეგია იყო შემდეგი, რომ ბრძოლის, რომ მოდი ჩვენ ხა ბაზარზე შესვლა გვინდა, ბორჯომი გვერდზე გავწიეთ, ძლიერია. იმან თუ მოგხედა ჩვენ, ანუ მისი დისტრიბუცია, მისი ფინანსები, მისი რეკლამები, ანუ კომპანიას აუცილებლად საირმეს ჩაძირავს და ნუ პრობლემებს შეუქმნის. დავარტყით ნაბეღლავს და ვთქვით, რომ საფასო პოზიციონირება უნდა იყოს ნაბეღლავზე 5 თეთრით მეტი ან იგივე რაც ნაბეღლავია და არა იაფი. მიუხედავად დისტრიბუციის წინააღმდეგობის. აი აქ უკვე მარკეტინგის როლი და მარკეტინგის მენეჯერის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.